გამარჯობა, დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ქალბატონი ეკატერინე გედევანიშვილი, ხელოვნებაცოდნე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენი პოდკასტების სერია ჩვენი კონკურსის ღანის ფორმატში გრძელდება და ისევ და ისევ უბრუნდებით ჩვენ აცნობ თემას სიყვარული განხრთობის გზა. ხალხს გამოვიდა თქვენი ძალიან საინტერესო წიგნი წმინდა მხედრების შესახებ და ამ წიგნის გამოსვლა ერთგვარი რაღაცა ზეიმი იყო ჩვენთვის ყველასთვის. ძალიან გავიხარეთ ამ წიგნის პრეზენტაციაზე, მაგრამ ასევე რაღაცა საზრდოც გაგვიჩნდა აი ამ ჩვენი კონკურსის ფორმატში და აი შუა საუკუნეების ხელოვნებიდან გამომდინარე, აი სწორედ წმინდა მხედრების თემა არის ის თემა მათი ცხოვრების გზა, ასე ვთქვათ, მათი ზოგადად მათი კულტის არსებობა არის სწორედ აი ეს განხრთობის გზა აი იმ ფორმატში, რომელსაც გულისხმობს ჩვენი შუა საუკუნეების ხელოვნება და ორიოდე სიტყვით, აი რა შეგიძლია გითხრათ აი ამ თემაზე, ჩვენ თემაზე. სიყვარული განხრთობის გზა. ნუ სიყვარული ხა ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ წინა პოდკასტებშიც, თუ საშუალება გვექნება შევეხოთ ამასაც, მაგრამ აი ძირითადად აი ამ განხრთობის გზაზე მინდა კითხოთ. რა აქ არის რამოდენიმე წმინდანი თქვენ წიგნში მოყვანილი და მოდი ეხლა მე რომ ძალიან დიდი შეკითხვა ვარ გამომივიდეს, იქნება აი ორიოდე სიტყვით დავიწყოთ ამაზე საუბარი. კი ბატონო, მოგესალმებით ლევან და დიდი მადლობა მოწვევისთვის. უბრალოდ ვიტყვი, რომ წიგნი არის რამოდენიმე თანაავტორთან ერთად დაწერილი და ამ წიგნის რედაქტორი არის ჩემთან ერთად ნიკოლოს ტატო ალექსიძე და ძირითადად როგორც თქვენ ბრძანეთ, წიგნი ეძღვნება წმინდა მხედრებს და ფაქტობრივად წმინდანების კულტს საქართველოში. თქვენი ფორმატი არის საკმაოდ სპეციფიური და ვეცდები კარგად მოვერგო ამ საკითხს და უბრალოდ ვიტყვი, რომ წმინდა მხედრები ეს არის ის დასი წმინდანებისა, რომლებსაც სრულად განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საუკუნეების მანძილზე, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ეს დასი ჩამოყალიბდა იმ დასად, რომელსაც გარკვეული კავშირი ჰქონდა მილიტარისტულ და სამხედრო საქმიანობასთან. თუმცა როგორც ჩანს თვითონ აი ამ დასის სახელიდან, ანუ მხედარი და წმინდა მეომარი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მხედარი ამ თვალსაზრისითაც რამდენად გამორჩეული დასია წმინდანებისა, რომელიც აი საზოგადო წმინდანობის, ესე ვთქვათ, სიმბოლურობასაც ითავსებს, იმიტომ რომ მილიტარისტული აი ეს სიმბოლიკა, თუნდაც აღჭურვილობა, უკვე ძალიან კარგად ჩანს, ვთქვათ, წმინდა პავლეს ეპისტოლეებში, სადაც ეს აღჭურვილობა იქნება ეს ჩაფხუტი, ხმალი, აბსოლუტურად ესეც სულიერ და მეტაფორულ მნიშვნელობას ატარებს და პრაქტიკულად ძალიან ფართოდ რო ვთქვათ, გულისხმობს ზოგადად ქრისტიანული სულის სიმტკიცეს და ფაქტობრივად ქრისტიანის სიმბოლოს გამოხატავს. აი მე ძალიან მიყვარს ხოლმე მაგალითად იოანე კიბის აღწერელის ტექსტში დანიელ რაითელი ამბობს, რომ იოანე კიბის აღწერელი არის ღვთისმსახურების მხედარი. ამიტომ ეს მხედარი არის ესეთი განზოგადოებული ვნებასთან, სისუსტესთან, ბოროტებასთან მებრძოლი ქრისტიანის ძალიან მეტაფორული სახე. და სხვა შორის აი კიდე ძალიან საინტერესოა, აი ესე თუ ზოგად სიმბოლიკაზე ვისაუბრებთ, დაუშვათ რაოდენ უცნაურის არ უნდა იყოს, მხედრებად ჩნდებიან მაგალითად ძალიან ხშირად მეუდაბნოები. აი გვაქვს ესეთი მე-13 საუკუნის წითელი ზღვის მოხატულობა ეგვიპტეში, სადაც ანტონი დიდი პირდაპირ იწოდება წმინდა მხედრად, რაც თავისთავად მე მგონი ძალიან საინტერესოა. და ეს სხვა შორის ქართული მასალა გვაძლევს აი ამ წმინდა მხედრის სიმბოლური ინტერპრეტაციის რაღაც წარმოუდგენელ დიაპაზონს და ეს ალბათ არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ საქართველოს თავისი ისტორიით, იმ თავით მეს ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც რამდენიმე იმპერიის გასაყარზე მდებარეობს და ფაქტიურად განწირულია იმ თავითვე გადარჩენისთვის ბრძოლისთვის.
ეხლაც კი, მაგდროში ვარ. ეხლაც დაახლოებით მეც მგონია რომ ეს არის სინამდვილეში ესეთი ლოგიკური გაგრძელება ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და სულ მიყვარს ხოლმე მოხმობა გრიგოლ ფერაძისა, რომელიც ამბობს, რომ აი საქართველოში ბერიც კი მხედრის სტატუსით არსებობდა და ეს ალბათ არ არის შემთხვევითი. და რა თქმა უნდა, აი ეს გეოპოლიტიკური მდებარეობა მსოფლახმა ძალიან საინტერესო ტრანსფორმაციას იძლევა წმინდა მხედრისა. და აი ერთ-ერთი ყველაზე ჩვენ წიგნში ეს მე მგონი ძალიან კარგად ჩანს, ყველაზე ესეთი გამოკვეთილი მახასიათებელი რაც არის, თუნდაც ბიზანტიური ტრადიციისაგან განსხვავებით, ეს არის ის, რომ მაგალითად საქართველოში წმინდა მხედარი იმთავითვე მე-6 საუკუნიდან ჩვენ მისი ყველაზე ადრეული გამოსახულებები გვაქვს პრაქტიკულად მე-6 საუკუნიდან იმთავითვე ჩდება როგორც მხედარი, ანუ ის არის ცხენზე ამხედრებული, ვთქვათ, წმინდა გიორგი, თავისი აღჭურვილობით, რაც არის ძალიან იშვიათი, იმიტომ რომ ბიზანტიურ სამყაროში მხედრის იკონოგრაფიული ტიპი რომ მიგვეღო, გარკვეული ტრანსფორმაციის გზა იყო გასავლელი. და პრაქტიკულად ეს იკონოგრაფია იქ ყალიბდება გაცილებით გვიან. მე ვიტყოდი პრაქტიკულად მაკედონურ დინასტიაში, ანუ მე-10 საუკუნეში. ამ ხრივ საქართველო აი პირდაპირ არის ერთ-ერთი ყველაზე ნამდვილად თან თავისი ესეთი ცით აღჭურვილობით, თავისი შუბებით, ჯვრებით დაგვირგვინებული შუბებით, ხვლებით, ფარებით, აი ძალიან უცნაური და გველეშაპიც ჩდება? გველეშაპიც კი აი ამ ადრეულ გამოსახულებებში ჩდება სწორედ გველეშაპი. ამასაც ვიტყვი, რომ სინამდვილეში ყველაზე ადრეული გამოსახულებანი მაინც არის წმინდა გიორგისა და ეს რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი, მე ვიტყოდი, წმინდა გიორგი არის ესეთი კვინტესენციური წმინდანი, რომელსაც პრაქტიკულად მოაქვს და შემოაქვს საქართველოში წმინდა მხედრების კულტი. და ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ამასაც უნდა თავისი ახსნა, რატომ არის ის ესეთი პოპულარული საქართველოში და მგონია, რომ გვაქვს შესანიშნავი არგუმენტი. როგორც ყოველთვის პასუხს გვაძლევს მოქცევაი ქართლისა ის ტექსტი, რომელიც არის აი მართლა სარკე ჩვენი სულიერი ისტორიისა და იქ ძალიან საგულისხმო პასაჟია, როდესაც იწყება თხრობა საქართველოს ქრისტიანიზაციის და მოქცევის და წმინდა ნინო შემოდის, ესე ვთქვათ, იქ არის ესეთი დანამატი შესაძლებელია მოგვიანებით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ეს ტექსტი ჩნდება მოქცევაი ქართლისა ის ტექსტში, იქ არის ესეთი რამ. წმინდა გიორგი იქ წარმოჩინდება წმინდა ნინოს მოღვაწეობის, საქართველოს მოქცევის ფაქტიურად გეოგრაფიულ და ქრონოლოგიურ საზომად. აი ესეთი წინადადება, რომ იყო ოდეს ჟამი წმინდა გიორგი კაბადოკიელი ეწამა და შემდგომ უკვე იწყება წმინდა ნინოს დიდი მოღვაწეობა. და ეს არის ძალიან საინტერესო რამ და სინამდვილეში ამას ძალიან დიდი ლოგიკა ალბათ, იმიტომ რომ ნინო არის კაბადოკიელი და თავისთავად ცხადია, რომ ქართული წყაროები, მოგვიანო წყაროები, პირდაპირ მათ ნათესაურ კავშირზე საუბრობენ, ეს ძალიან ცნობილია. და ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ წმინდა ნინოს მოეტანა ეს ცოდნა წმინდა გიორგის კულტისა და მეტიც წმინდა ნინოს სწორედ აი პირველი ეკლესიების კურთხევას სწორედ ისურვებს, რომ გიორგის სახელზე ყოფილიყო, აი როგორც არის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ეკლესია თხოთის მთაზე, რომელიც აი პირდაპირ მირიანის მოქცევის ადგილთან არის დაკავშირებული. და მე ყოველთვის მომაქვს ხოლმე ქალბატონმა დალით ჩიტუნაშვილმა მომაწოდა ეს ინფორმაცია, მე ესე არ ვიცოდი, ჭერიშულ ხელნაწერში არის ძალიან საინტერესო კომბინაცია. ანუ სტრუქტურა თვითონ ხელნაწერისა, ეს არის ქართლის მოქცევის ტექსტი, ნინოს და გიორგის ცხოვრება და მათი საგალობლები და შესხმები. პრაქტიკულად ნინო, გიორგი და საქართველოს მოქცევა არის ერთმანეთსაგან აბსოლუტურად განუყოფელი. და ამიტომაც არის სწორედ, რომ გიორგი საუკუნეთა მანძილზე ხდება ფაქტობრივად ქართველიერის ეთნონიმის მატარებელი. კი ბატონო, ხო. და დღესაც ესეთი პრაქტიკა გვაქვს, აი ჰერალდიკოსთან მქონდა შეხვედრა ამას წინათ და ჩვენი მთავარი სიმბოლოები, ესე იგი დროშა და გერბი პირდაპირ წმინდა გიორგის გამოსახულებით არის, მაცხოვრის გამოსახულებით და შესაბამისად ეს გადმოდის მერე წმინდა გიორგიზე. რა მინდა რომ ასე ვთქვათ გკითხოთ და როგორ მინდა რომ წარმოთ. ესე იგი ჩვენ
ჩვენი ფორმატი არის ახალგაზრდებისთვის რაღაც გარკვეული ტიპის რჩევის, რეკომენდაციის, რაღაცა გზის მინიშნების, ასე ვთქვათ, ცდელობაა. და ამაზე დიდი, ასე ვთქვათ, ჩვენი დროისთვის მნიშვნელოვანი და ყურადღება გასამახვილებელი მასალა, რომელიც აი თქვენ წიგნშია და რაც თქვენი შესწავლის საგანს წარმოადგენს. ეს არის თვითონ მხატვრული გამოსახულება ამ წმინდანების, წმინდა მხედრების, რომლებზეც ახლა საუბრობ და აი მინდა ხაზი გაუსვა ჩვენი მსმენელისთვის, რომ ის მხატვრული ხერხები, ის მეთოდები, რომლითაც ისინი არიან გამოსახულები, სწორედ შეიძლება სახელმძღვანელოდ თუ არა, დაფიქრების მასალად იქცეს დღევანდელი შემოქმედისთვის, თუ როგორ შეიძლება რა ხერხებით შეიძლება ადამიანის განხრთობის ან მისი რაღაცა აი ამ ქრისტეს გზაზე მოძრაობის და სულის აღნიშნული რა მხატვრული ხერხები შეიძლება იქნეს გამოყენებული და აი ამ კუთხით რომ შევხედოთ აი ამ საკითხს. კი ბატონო, მე როგორც ვიცი, თქვენი ეს პოდკასტები კეთდება სწორედ კონკურსის კონტექსტში და მგონია, რომ გვეძლევა ესე ვთქვათ საშუალება, რომ წავახალისოთ შემოქმედებითი, ვთქვათ, თავისუფლება აი ამ შემოქმედებში, ახალგაზრდა შემოქმედებში. მე მგონია, რომ ამ თვალსაზრისით სწორედ აი ეს გამოცდილება ქართული შუა საუკუნეების ხელოვნების არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ თქვათ გამხრთობილ გამოსახულებებზე და ქრისტიანულ გამოსახულებებზე, რა თქმა უნდა, ეს ყველასათვის საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ გამოსახულება ყოველთვის გულისხმობს გარკვეულ, ესე ვთქვათ, მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებების არსენალს. თქვათ, აი ამ შემთხვევაში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვთქვათ, სიწმინდის მაჩვენებელი არის დაუშვათ შარავანდი. შარავანდი, რომელიც ესეთი უნივერსალური ფორმაა და ღვთაებრივ ნათელს გამოსახავს. აი თუნდაც ერთი შარავანდიც რო აიღო, რომელიც არის საკმაოდ მარტივი ფორმა, ძირითადად შარავანდი არის წრიული ფორმის, დაუშვათ და ძალიან იშვიათად შარავანდი არის ოთხკუთხედი და ისიც ოთხკუთხედი არის საერო პირებში და არა ვთქვათ წმინდანებში, თითქოს ესეთი დიდი ინტერპრეტაციის დიაპაზონს შენეს არ გაძლევს. აი თუნდაც რო აიღო რამოდენიმე შემთხვევა, აი ვთქვათ, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ესეთი ნიმუში არის იშხანის გუმბათის მოხატულობა, სადაც სწორედ ერთ-ერთი ადრეული გამოსახულებები გვაქვს წმინდა მხედრებისა, ეს გახლავთ მე-11 საუკუნის მოხატულობა. თქვენ ძალიან კარგად დაინახავთ, როგორ უდგება შემოქმედებითად უდგება დაუშვათ ხელოვანი კონკრეტული ფორმის მოცემულობას. აი იშხანი და ალბათ კარგი იქნება რომ უბრალოდ ვაჩვენოთ მსმენელს, რომ წარმოიდგინოს, იმიტომ რომ ცოტა ესე თუ არ გახსოვს ეს მოხატულობა არის ცოტა რამდენადმე ძნელი. იშხანში ეს წმინდა მხედრები, გეორგი, პროკოფი, დიმიტრი გამოსახულნი არიან სარკმლის ღიობში. და არის ძალიან საინტერესო რამ. სინამდვილეში შარავანდი არა წრიული ფორმისაა, როგორც უნდა იყოს წესით, არამედ არის ტრაპეციული ფორმისა. აი ახლა გაჩვენებთ, სამწუხაროდ ეს არის დეივიდ ვინფილდის ესეთი არაფერადი ფოტო, მაგრამ დაახლოებით წარმოიდგენთ, როგორ გამოიყურება. ეს არის ტრაპეციული ფორმის შარავანდი, რომელიც თავის მხრივ ჩაწერილია ზურმუხტისფერ, ძალიან მკაფიო ზურმუხტისფერ ღვთაებრივი ნათლის სიმბოლოში. და თან ეს ღიობები არის საკმაოდ დიდი და ამიტომ გარკვეულ პერიოდში, როცა ჩვენ იშხანში იყურები, პრაქტიკულად აი ეს წმინდანები შენ თვალწინ, აი პირდაპირ განხრთობილ ფიგურებად იქცევიან, იმიტომ რომ ისინი თვითონვე იქცევიან ღვთაებრივი ნათლის სიმბოლოებად. აი რა საინტერესოა, ესე იგი ეს არის სარკმლის ზედა ნაწილი და ჩვენ ქვემოდან რო უყურებთ ამ სარკმელს, ამ სარკმელში თავარი სინათლე შემოდის აქედან და თან შეხედეთ ლევან შარავანდი რო ყოფილიყო დაუშვათ მგვალი, ის იმუშავებდა სრულებით განსხვავებულად. ეს არის ტრაპეცია, რომელიც აი გარედან შიგნით შუქის შემოსვლას, აი პირდაპირ თემატურ თვალსაჩინოებას აძლევს. და თან ფერშიც ძალიან საინტერესოა მწვანე ზურმუხტისფერი. თან არის იცით როგორი კაკვა ესეთი ძალიან ხასხასა და ამიტომ არის ძალიან შთამბეჭდავი. და იცით აი ამგვარი ვთქვათ არქიტექტურის, სინათლის და თუნდაც კომპოზიციის ერთობლივი
გადათამაშება გვაძლევს ძალიან საინტერესო ნიმუშებს და აი ამ მხრივ სხვა შორის არის ესევე ძალიან უნიკალური. მე ყოველთვის მომაქვს ხოლმე და ალბათ თქვენი ახალგაზრდებისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო ვარძიის მაგალითი. სხვა შორის აი ვარძიაც არის უნიკალური რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ აქაც ქართველი მხატვარი საგანგებოდ იყენებს სარკმლის წირთხლებს. აი ამასაც ვიტყვიცით, რომ ბიზანტიურ სამყაროში სარკმლის წირთხლი არ არის სასურათე სიფრთხე. იმიტომ რომ იქ არის ძირითადად ორნამენტული შემკულობა, აქ კიდე მთელი სცენების გაშლას აკეთებს ქართველი, სულ მინიმუმ სხვა შორის ვარძიის შემდგომ. ვარძიაში შეიძლება იფიქრო, რომ დიდი ის არეალი არ ქონდა. არ არის ეს ადგილთან, ეხლა ტიმოთეს უბანი უზარმაზარია. ტიმოთეს უბანში პირდაპირ სცენებია გაშლილი. იცით, ეს არის აი მსოფლმის კი, უზარმაზარი ნამდვილად და არ გაუჭირდებოდა სადმე სხვაგან გაეკეთებინა და აქ ნახეთ რას აკეთებს. აქ არის მართლა საოცარი მაგალითი, აქ არის ორი სცენა. ეს არის წმინდა გიორგისა და თევდორეს გვირგვინდების სცენა და მას ეწყვილება წმინდა თევდორესა, უკაცრავ წმინდა დიმიტრისა და წმინდა პროკოფის გვირგვინდება. ერთ შემთხვევაში არის ქრისტე პანტოკრატორი, მეორე შემთხვევაში არის ქრისტე ემანუელი. ეს არის გამოსახულება, რომელიც აი პირდაპირ მდებარეობს ბაგრატიონთა პორტრეტის წინაშე და მუშაობს აი აბსოლუტურად ისეთი იცით ძალიან მეტყველია, იმიტომ რომ პირდაპირ ეპასუხება სამეფო პატრონაჟს და ფაქტობრივად საქართველოს აი ეს მილიტარისტული და სამხედრო ძლიერების სიმბოლოდ ჩდება და ნახეთ რა საინტერესოა, ვარძიაში გამოყენებულია სწორედ აი ეს ვარძიის რამდენადმე ბნელი სივრცე. იმიტომ რომ ვარძია როგორც მოგეხსენებათ არის ქვაში ნაკვეთი ტაძარი, ამიტომ ის არ არის ისე განათებული როგორც მაგალითად ტიმოთეს უბანი. და იქაც ქრისტე გამოსახულია ნახევარ ფიგურული და ხელები აქვს ძალიან გაშლილი. ამიტომ რაღაც მომენტში, აი როცა სხვათა შორის მზე ჩადის და მზე ამოდის, ეს გამოსახულებაც პრაქტიკულად ისე ცოცხლდება, რომ შენ თვალ წინ, აი პირდაპირ ამ წმინდანების დეიფიკაციის სცენა, აი მართლა ანიმირებული, აი პირდაპირ ცოცხალი, ისეთი შთამბეშტავია. ლევან და თან რა არის საინტერესო, ეს გამოსახულებაც მოთავსებულია, ეს ორი წყვილედი გამოსახულება, მოთავსებულია ჯვარცმული უზარმაზარი ჯვარცმის აქეთ-იქით და პრაქტიკულად შემოვლებულია თაღით და ამიტომ აი შენ პირდაპირ სიუჟეტურად ხედავ განხრთობის თემას, როგორ არის ვნებასთან თანაზიარი წმინდანი აი ამ ჯვარცმის და მთელი დეიფიკაციის რაღაცა გრანდი ეპიკური სცენის მონაწილე. ძალიან შთამბეშტავი. საინტერესოა. თქვენ ახლა ისე ყვებით, შთამბეშტავად ყვებით ამასთან. წარმოვიდგინე მზის მოძრაობა ბნელ ეს იცით როგორ გათვლილი ქონდათ? ხო და რამდენ რაღაცას ესე იგი დღეს ჩვენ მილიონის გამოსახვის საშუალება გვაქვს ტექნიკური დიდი აღჭურვილობა გვაქვს უკვე როგორც თანამედროვე კომპიუტერების, კინოს, ტელევიზიის საშუალებით ყველაფრის გაკეთება შეიძლება. მაგრამ აი მაშინაც კი ეს შემოქმედი იყენებს აი შუქის მოძრაობას და ამთხოვს სინათლის შემოსვლას აი ამ თემატიკას. და კიდევ ერთი მინიშნება შეიძლება მან დავინახოთ ჩვენ კონკურსთან თანაფარდობაში, რომ თვითონ ამ სარკმელებსაც ღანის მოყვანილობა აქვთ, ანუ თაღის მოყვანილობა და სწორედ აი ამ ეს უკვე ჩემი ზეციური კამარის სიმბოლოა და აი ამ კამარაზე დაუშვათ გამოისახება ის წმინდანი, რომელმაც აი სწორედ განხრთობის კულმინაციას მიაღწია თავისი მოწამეობრივი, ასე ვთქვათ, გზით. ზოგადად ჩვენ რო ვიფიქროთ, ეს არის ერთგვარი მოწოდება, თუ რაღაცა სქემა, რაღაცა მინიშნება იმისი თუ რა გზით ვითარდება ქართული სახელმწიფოებრიობა, ხო? ანუ აი ამ ხედრების გვინდება არის რაღაც პირდაპირ კავშირში მოდელი აი ამ სამეფო მართვის და სამეფო. იცით ლიტერატურულადაც აი სხვა შორის ნიკოლოზ ალექსიძეს არაჩვეულებრივად აქვს თავის შესავალ ნაწილში ფაქტიურად აი ეს წმინდა გიორგი ძირითადად და წმინდა მხედრები ჩნდებიან სწორედ ქართველი მეფეების მოდელებად და პირდაპირ აი მაგალითად იცით როგორი ის არის გასაოცარი რამ არის გიორგი მესამე თამარის მამა მაგალითად პირდაპირ მის ცხოვრებაში პირდაპირ ნათქვამია რომ ის არის ისეთი ძლევამოსილი ისეთი
სამართლიანი, როგორც სეხნია მისი. ხო, აი რაღაც გასაოცარი რამ არის და სხვათა შორის, აი ქვემო სვანეთში არის ერთი ხატი სრულებით გასაოცარი წმინდა გიორგისა, რომელიც თავის დროზე 6 მესა აქვს აღწერილი და ეს ხატი არის გაქურდული. ქვედა ნაწილი აქვს მოჭრილი, იმიტომ რომ ქონდა ბაჯაღლო ოქროთი შესრულებული წარწერა, სადაც აი ამ წარწერაში სწორედ იხსენიება, რომ დამიფარე როგორც სეხნია ჩემი. და თან შესთხოვს მეფე. ჩანს რომ სამეფო წარწერა იყო. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, აი წიგნში ყოველ შემთხვევაში ძალიან თამამად შევიტანე ეს ხატი როგორც გიორგი მესამესთან, იმიტომ რომ აი ეს მოდელი სეხნია ჩემი, ძალიან კარგად ჩანს გიორგი მესამესთან და ისედაც იცით, აი მეფეთა ცხოვრებაში აი ეს მიმსგავსება წმინდა მხედრებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი არ დამავიწყდეს, მე მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რახან აი ეს თაღედის ფორმასთან გვაქვს ესეთი ასოცირება და კიდე გვეძლება კარგი საშუალება, რომ გამოვკვეთოთ ქართული ხელოვნების, სახვითი ხელოვნების თავისებურება, რაც ბიზანტიურ სამყაროში ასევე მაინც და მაინც არ დასტურდება, ეს არის სწორედ წმინდა მხედრების კამარაზე განთავსების თავისებურება, ანუ იგულისხმება უგუმბათო ეკლესიების კამარის თავზე ზედა ზონაში, აი მართლაც ზეცის სივრცეში გამოსახვა, თანაც ნახეთ რა უცნაურია, აი მაგალითად ესეთი გამოსახულებები ჩვენ გვხვდება ძირითადად სვანეთში, ზემო სვანეთში, ათში, იფხში, ლამარის პირველ მოხატულობაში, ძირითადად ეს მოხატულობები არის მე-10 საუკუნის, მე-11 საუკუნის დასაწყისი და აქ არა მარტო წმინდა მხედრების გამოსახულებები გვაქვს, არამედ ახლა წარმოიდგინეთ, კამარაზე ცხენიანად არიან, ხო და ამიტომ ნუ მათი წილობრივი მნიშვნელობა კომპოზიციაში განუზომლად დიდი. ახლა წარმოიდგინეთ, თან წყვილედი გიორგი, თევდორე, უზარმაზარი ცხენებით, აი პირდაპირ ზეცაში, აი სინამდვილეში ლოგიკა მათი განთავსების თითქოს არ არის, იცით? ამიტომ ხელოვნების ისტორიაში რაღაცნაირად ესე მოხდა, რომ ჩამოყალიბდა ესეთი მოსაზრება, რომ ეს არის იმის ბრალი, რომ ეს მოხატულობები განეკუთვნება ადრეულ ეპოქას და ამდენად, ესე ვთქვათ, იერარქია ჯერ არ არის გამოსახულების იერარქია ბოლომდე არ არის ფორმირებული. ხო და მართალი გითხრათ, ეს დებულება მე არასდროს არ მომწონდა, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ იფხის და აწის მხატვარს ძნელად თუ შეეშლება რამე. და ვიყავი ძალიან ბედნიერი, როდესაც თქვენ ციცით ეს ტექსტი, წმინდა მთავარანგელოზების საკითხავი ხო გახსოვთ და გერმანე პატრიარქის, აი იქ არის არაჩვეულებრივი პასაჟი, სადაც წმინდანები პირდაპირ იწოდებიან მე-10 ანგელოზთა მე-10 დასად. და მერე უკვე იცით, აი ამას რომ ჩავავლე რაღაცნაირად, ნახე უკვე აბუსერიძე ტბელთან, პირდაპირ აბუსერიძე ტბელი გიორგის ისტორიას იწყებს როგორც მე-10 დასის ანგელოზის ისტორიას და საერთოდ აი ეს წმინდანები იქნებიან ეს მკურნალები, წმინდა მეომრები, ვინც გნებავთ, თქვა წმინდა დედები, ისინი სინამდვილეში აი ტოპოსი ჩდება ესეთი, რომ ეს არის მე-10 დასის შემავსებელი ინსტიტუტი, ასე ვთქვათ. ამდენად მე დარწმუნებული ვარ, მათი ასე კამარაზე ატანა, სწორედ ამასთან არის დაკავშირებული და არის ერთი ესეთი ხელმოსაჭიდი, აი ამიტომ ეს ფორმა მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ თქვენი ახალგაზრდებისთვის. იცით, როცა ჩვენ გვაქვს წყვილედი მეომრები, როგორც წესი, აი დინამიკის საჩვენებლად, საგანგებოდ გამოისახება ხოლმე მოსასხამები. ხო გახსოვთ ეს მოსასხამები და აქაც არის და ეს მოსასხამები ძალიან პირობითად დამცირებულად იხსენება სოკოსებრი. იმიტომ რომ ვთქვათ, ხელოვნების ისტორიკოსისთვის მას მხოლოდ ესეთი ფორმის მნიშვნელობა აქვს, სოკოსებრი და მორჩა. სინამდვილეში ეს არ არის სოკოსებრიობა ამ ამბავში, გაცილებით მნიშვნელოვანი რამ ხდება. იცით, ეს მოსასხამები შენ გაძლევს პირდაპირ ასოციაციას ფრთებთან და მეცაც გეტყვით, სარა ბარნაველი შესანიშნავი მკვლევარი ქართული დროშების პირდაპირ ამბობს, რომ გვაქვს გერის დროშა, რომელზედაც წმინდა გიორგი გამოსახულია ფრთოსანი. აი პირდაპირ ფრთების იმიტაცია აქვს ეს მოსასხამე. და იცით, აი ვალეს ეკლესიის რელიეფის რომ ნახე მე-10 საუკუნეში, იქაც გეგონება ბუმბულების იმიტაცია გაკეთებული და ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის სწორედ აი ძალიან ცნობილი ტექსტის და ეს მე-10 დასის სიმბოლურობის ფაქტიურად იკონოგრაფიული გამოძახილი. და აი პირდაპირ გაძლევს
გასაღებს, რომ მიხვდე რა ხდება. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო იშლება, ასე ვთქვათ, სიმბოლური დიაპაზონი და კამარაზე გამოსახული მხედარი შენ გაძლევს უკვე ესქატოლოგიური მხედრის, აი პირდაპირ სიმბოლურ სახეს. ესე რომ პირდაპირ ზეცაში არიან. ზეცაში არიან და სხვა შორის აი ქართულ, არა მარტო ქართულ კაბადოკიაშიც არის, აი დღე-განკითხვის სცენების, აი პირდაპირ თანამონაწილეებად არიან ჩართულები, იცით? აი ძალიან საინტერესოა ხო. ძალიან საინტერესოა. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია გამოვკვეთოთ ესეთი რაღაცა, რომ ჯერ ეს ერთი ამხედრებული ადამიანი აღჭურვილი, რითაც დავიწყეთ საუბარი, ჯაჭვით, ჩაფხუტით, ხმლით, მთელი ეს სიმბოლიკით დატვირთული, ეს ყველაფერი სულიერი სიმბოლოებია, ისევე როგორც პარალელურად მილიტარულია, რა თქმა უნდა, სამხედრო აღჭურვილობაა, მაგრამ ეს არის სულიერი სიმბოლოები და განასახიერებენ ცალ-ცალკე ყველა სულიერი ბრძოლის და სულიერი ბრძოლა თავისთავად შეიძლება ითქვას, რომ არის ეს გზა სულიერი სრულყოფისკენ, აი ამ გზის, ასე ვთქვათ, ეტაპებზე რა შეიძლება დაჭირდეს ადამიანს ესენი გამოსახული, მე თვითონ ამხედრების, ანუ ცხენზე ამხედრების მომენტიც აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი კიდევ უფრო დამატებითი შეაღმატებული ძალების კონცენტრირება ჭირდება, რომ ამ გზაზე, ასე ვთქვათ, იყოს და მოძრაობდეს და უკვე შემოვიდა, როგორც თქვენ ბრძანეთ, ამის ანგელოზებრივ დასში გადასვლა და სწორედ ის ბომბულები იქნება თუ სოკოსებრი მოსასხამი, ესეც მინიშნებებია კიდევ უფრო მეტად განხტობისკენ, უფრო მეტად ზეცაში. ასოციაციებს შუა საუკუნეებში აქვს გაცილებით უფრო მეტი დატვირთვა ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. უბრალოდ აი როგორც დიონისე არეოპაგელთან არის, აღქმა დამოკიდებულია აღქმელის, ესე ვთქვათ, დიაპაზონზე. და ჩვენ აი ფაქტურად ესეთი დაშრევებული რაღაცა, აი პირდაპირ ოკეანესავით არის. შეიძლება გაყვე და ისეთი რამ ნახო, რომ აი თუნდაც ცხენიც რო ავიღოთ, იცით? არის ტექსტები, სადაც ცხენი მაგალითად პირდაპირ ქრისტიანის სიმბოლოთ და სხვათა შორის ვნებაზე გამარჯვების, აი სწორედ აღვირ ამოდებული ცხენი არის სწორედ ვნებაზე გამარჯვების და გამარჯვების სიმბოლო და იცით როგორი საინტერესოა, ჩვენ გვაქვს მაგალითად ქვაჯვრები, სადაც პირდაპირ აი ეს ცხენი ესე გამოსახულია, ვთქვათ, საფასადო აი მაშინ რა ქვია, შემკულობაში. სწორედ აი ამ იმითი და კიდე რა არის ძალიან საინტერესოა, თუნდაც წმინდა მხედრების იკონოგრაფიაში ძალიან ხშირად ცხენებს აქვს შეკრული კუდები. ეს არის თითქოს დეკორატიული ამბავი, მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს ტექსტი, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ ეს კუდი არის სწორედ აი ვნებაზე გამარჯვება, პრაქტიკულად სარტყელი, რომელსაც ბერს აქვს, აი ამ სიმბოლიკის მატარებელი. აი სარტყელი სხვათა შორის, რომელიც წმინდა გიორგის ცხოვრების ძალიან ცნობილ ეპიზოდში ჩნდება, როდესაც ლასიას ქალაქის ქალწულს გაანთავისუფლებს. ხო გახსოვთ? ეს რაღაც გრანდიოზული ამბავია. წმინდა გიორგი უბრალოდ შევახსენებ მკითხველს, წმინდა გიორგი გაანთავისუფლებს გველეშაპისაგან სწორედ ლასია ქალაქის ქალწულს და ეუნება პირჯვარს გადაწერს, მოათვინიერებს გიორგის და ქალწულს გამოართმევს თავის სარტყელს და ქალწული სარტყელგამობმული მიდის ლასიაში. არა ვთქვათ კლავს ადგილზე, აი ეს სარტყელგამობმულობა სინამდვილეში არის სწორედ გველეშაპის თავისი სარტყელი, იმიტომ რომ სარტყელი ისედაც არის სწორედ აი ვნებაზე გამარჯვების და პრაქტიკულად ესეთი მებრძოლი ეკლესიის სიმბოლოს ატრიბუტად ჩნდება წმინდა გიორგის ცხოვრებაში. ხო, ძალიან საინტერესოა. ესე იგი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ავღნიშნეთ კიდევ ერთი კომპონენტი დაგვემატა, სარტყელი, რომელიც ვნებაზე გამარჯვება, ზოგადად გველეშაპი, როგორც ბოროტების, ასე ვთქვათ, სიმბოლო, ისევ და ისევ მარცხდება საკუთარ თავზე გამარჯვებით, განხრთობით, საკუთარი, ასე ვთქვათ, სულიერი სრულყოფით, მარცხდება არა მარტო საკუთარ თავში არსებული, ასე ვთქვათ, ნეგატიური ძალები, არამედ სხვა გარეშემყოფი ძალებიც და იმის მართვაც კი შესაძლებელია, როგორც ცხენის, ასევე თვითონ გველეშაპისაც კი. ხო, ძალიან ისეთი საინტერესო. ეხლა ჩვენ მარტო ვლაპარაკობთ ზოგადად მხედრებზე ხა რა. თუმცა ჩვენ შეგვიძლია იმის აღნიშვნაც, რომ
ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება, ასე ვთქვათ, ჩვენ ქრისტიანულ შუა საუკუნეების ხელოვნებაში, აი იმ გზის, რომელსაც ჩვენ ვეხმიანებით, განხრთობის გზას. მაგრამ თვითონ ეს მხედრების კულტი თავისთავად არის პარალელი, მე როგორც ვიცი, თქვენგანაც და სხვისგანაც, რომ თვითონ მაცხოვრის ცხოვრების პარალელური, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი გამეორებაა იმ ცხოვრების, რომელიც მაცხოვარმა გაიარა, ამ გოლგოთის სისტემის, ეს არის გამეორება, წმინდა გიორგის ცხოვრებაც რაღაც პარალელურად იმეორებს, ხო? ალბათ ყველა წმინდანისა და სინამდვილე, იმიტომ რომ რეალურად აი მარტვილი ცხო თანადამოწმებას გულისხმობს. თანა ხო ფაქტიურად ეგ არის და სხვა შორის აი წმინდა გიორგის შემთხვევაში არა მარტო წმინდა გიორგი, უბრალოდ აი წმინდა გიორგი ამ ხრივ მაინც გამორჩეულია, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში და სხვაგან თქვენ ამას ვერ ნახავთ ნამდვილად, წმინდა გიორგი ჩნდება საკურთხევლის წინ აღსამართ ჯვრებზე. წმინდა გიორგის ცხოვრების ციკლები. ეს არის ძალიან სპეციფიური, აი ესეთი სფერო ქართული ლიტურგიკული ხელოვნებისა, რომელიც უდაოდ, ამაზე ძალიან ბევრია დაწერილი, დაკავშირებულია ქართლის მოქცევის ამბებთან და წმინდა მირიანისა და წმინდა ნინოს მიერ აი მონუმენტური ჯვრების აღმართვის ტრადიციასთან. ეს არის ფაქტობრივად ის ლიტურგიკული სფერო, რომელიც გოლგოთის, იერუსალიმის გოლგოთასა და მცხეთის გოლგოთას აერთიანებს და პრაქტიკულად მე ვიტყოდი განსაზღვრავს აი ჯვრის აპოთეოზის თემას საქართველოში. და ეს აპოთეოზი ძალიან საინტერესო შენდება სწორედ წმინდა გიორგისთან მიმართებაში. იმიტომ რომ მაგალითად თუ თქვენ ნახავთ შესანიშნავ აი მართლა შედევრს მესტიის საკურთხევლის წინა აღსამართი ჯვარს, თქვენ ნახავთ რომ იქ არის მთლიანად წმინდა გიორგის ციკლი, მთელი ეს ჯვრის შემკულობა არის უპრეცედენტო წმინდა გიორგის იქ მაცხოვარი არც კი არის გამოსახული. და ეს არის ფაქტობრივად ის შემთხვევა, როდესაც იკონოგრაფიულად ის პირდაპირ აი შემსგავსებულია მაცხოვარს, იმიტომ რომ ძალიან უცნაურია, რომ ვთქვათ ჯვარცმა არ არის. იმიტომ რომ პრაქტიკულად იმიტაციო კრისტია რაც არის ლათინურად, სწორედ ეს არის და არ არის ალბათ შემთხვევით, რომ გრიგოლ ხანძთელი მაგალითად წმინდა გიორგის პირდაპირ ჯვარით მოქადულ წმინდანს ეძახის. და სხვა შორის აი კიდე რა არის ძალიან მნიშვნელოვანი ლევან, ის რომ წმინდა გიორგი თავისი კულტით აი პირდაპირ ეხმიანება, ეხა ცოტა მეშინია ამის თქმას, მაცხოვრის კულტს, მაგრამ ნახეთ, მაგალითად წმინდა გიორგისთან დაკავშირებულად იგივე ჩნდება ძალიან დიდი მარხვა, ნოემბრის მარხვა, თუნდაც, რომელიც გრძელდება თითქმის 50 დღე, 40 დღეზე მეტი, რაც აი პირდაპირ სიმბოლურად ასოცირდება ნამდვილად დიდ მარხვასთან დაუშვათ, ხო? და სხვა შორის აი სხვა რაღაცა პატარა მარხვებიც არის, ადგილობრივი დღესასწაულები, აი ამ ხრივ გიორგი არის ნამდვილად გამორჩეული და კიდე რა არის ძალიან საინტერესო ნახეთ, თუნდაც საქართველოში არის ლომისის წმინდა გიორგის ისტორია, გვაქვს იგივე იმისი აფხაზეთში ილორის წმინდა გიორგი. აი ნახეთ ილორის წმინდა გიორგის სალოცავიც თავისი სიმბოლური კონტექსტით კიდე ერთი ძალიან დიდი მოწმობა გიორგისა და წმინდა ქრისტეს სიმბოლური შემსგავსებისა, იმიტომ რომ იქაც მთავარი პერსონაჟი, ასე ვთქვათ, არის მაგალითად ხარი, რომელიც 10 ნოემბერს გადმოცემის თანახმად მოდის ილორში და აკვლევინებს თავს და ფაქტიურად გულისხმობს ნებით შეწირული ხარის, რაც არის ქრისტეს აი პირდაპირი სიმბოლო. აი ხო გახსოვთ სამების სცენაში ხარის თავი დევს ყველგან, იმიტომ რომ ეს არის იზომორფული ქრისტეს ყველაზე უნივერსალური სიმბოლო. ამიტომ აი ეს გადაძახილები ნამდვილად არის და მეცაც გეტყვით, 10 ნოემბერს, ანუ 23-ში. 10 ნოემბერს, ანუ ახალი სტილით 23 ნოემბერს, კი. და ნახეთ რა ხდება იმ 10 ნოემბერს, ესე იგი ამ ხარს ხო კლავენ და შემდგომ ამ ხარის
ხორცს ინახავენ ჭრიან და მთელი წლის განმავლობაში, აი ფაქტიურად როგორც საზიარებელ ხორცს სიმბოლურად, რა თქმა უნდა, ოღონდ იღებენ მთელი წლის განმავლობაში როგორც აი მართლა წამალს. და ამის უამრავი წყარო გვაქვს. და სხვა შორის აი ეს არის საინტერესო, იმიტომაც არის ეს 10 ნოემბერი, ანუ ბორბალის დღესასწაული, ქართველთა ეროვნული დღესასწაული. და თქვენ რო ნახოთ, ჩვენ გვაქვს გამოსახულებები, სადაც ბორბალი პირდაპირ ტრანსფორმირებულია ჯვრად, თანაც აყვავებულ ჯვრად და არის კიდე მაგალითად ესეთი ვანის ჯვრის ამ წიგნში არის ილუსტრაცია ვანის ჯვრის კომპოზიცია. აი ნახეთ როგორ აზროვნებს შუა საუკუნეების ხელოვანი ის პირდაპირ, ესე იგი, აი ამ საწამებელი იარაღების საფუძველს, რომელიც როგორც წესი ასე გამოისახება ხოლმე, ჰორიზონტალურად პირდაპირ ბარძიმისებრ ფორმას აძლევს და შენ გაქვს შთაბეჭდილება პირდაპირ რომ მაცხოვარივით აი ესე ბარძიმზე დასვენებულია წმინდა გიორგი. და სხვა შორის აი ჩემთვის მართლა რაღაც გასაოცარი ამბავი იყო, როდესაც ჩვენი პატრიარქის კოლექცია ვნახე და იქ არის ერთ-ერთი ჯვარი, სადაც ჯვრების გადაკვეთის ადგილზე გამოსახულია პირდაპირ გველეშაპის მლახვრელი წმინდა გიორგი, რომელსაც ჯვრული შარავანდი აქვს. აი როგორც ქრისტეს. კი, ეს არის ძალიან იშვიათი სხვათა შორის. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ესეთი, აი მართლა თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები სინას მთაზე, სადაც სხვადასხვა წმინდანები გამოისახებიან ჯვრებით და თან ეს არის სინას მთის უმაღლესი დონის მხატვრული სკოლა, ამიტომ პროვინციალობას ამას ვერ დაარქვენ. ძალიან ხშირად, რასაც ხელოვნების ისტორიკოსები ვერ ხსნიან, პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის მაინც ესეთი ცოტა პროვინციული, ვერ შეძლო, ვერ გაიგო, ხო და ნურას უკაცრავად სინამდვილეში. და სხვა შორის აი კიდე ჩემთვის ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო, ლაგურკას საგანძურში არის ესეთი, მე ვფიქრობ მე-14 ის არ არის დათარიღებული, მაგრამ მე ვფიქრობ მე-14 საუკუნეს ვიტყვი კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთ-ერთი ჯვარცმის ხატი და მაცხოვრის ჯვარცმას იქით უდგას ორი წმინდა გიორგი. თავისი წარწერით. ის არის მცველი ჯვარცმის. აი ეს არის სწორედ აი ის რაღაცა, ესე ვთქვათ, იკონოგრაფიული გადაძახილები, სადაც აი ქრისტესა და წმინდა გიორგის ეს შემსგავსების ფორმა არის ძალიან გამოხატული. და აი კიდევ ერთი რო არ დამავიწყდეს, აი მთლად საოცრება, ეს არის წმინდა გიორგი, რომელიც გამოისახება წვერებით. იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, ეს მე მგონი ძალიან საინტერესო, ამიტომ მე ცალკე თავიც კი დავუთმე, იმიტომ რომ წმინდა გიორგის ყველაზე მახასიათებელი იკონოგრაფიული თვისება არის ის, რომ ის არის უწვერული და თმახუჭუჭა და ის არის ახალგაზრდა და ახოვანი და უცბად ქართულ ძეგლებში, თან ძალიან საგულისხმო ძეგლებში ეს არის ილორი და რაჭის მრავალძალი, რაღაცომღაც ის ჩნდება წვერებში. ამას არ აქვს არავითარი ახსნა და მე მახსოვს, რომ პირველად როდესაც ფრიბურგში წავიკითხე მოხსენება და იქ იყო ერთ-ერთი წმინდანების ყველაზე დიდი მკვლევარი, ეგეთი არაფერი მინახავსო, თქვა და ვერც ვხსნიო და მე ყოველ შემთხვევაში ჩემი მოსაზრებით რაღაცა გარკვეული ახსნა მოვუძებნე და მგონია რომ სწორია. ეს არის სწორედ კიდევ ერთი გამოხატულება ქრისტე პანტოკრატორთან შემსგავსებისა და რატომ ილორი. ნახეთ რა საინტერესოა, იმიტომ რომ ილორში წმინდა გიორგის, აი ვთქვათ, აი ძლევამოსილ კულტთან ერთად ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი იყო მისი მართლმსაჯულების ასპექტი. იქ იყო, ყოველ შემთხვევაში შარდენიც აღწერს ამას და უამრავი ესეთი იტალიელი მისიონერები ამას აღწერენ, იქ იყო დიდი ოქროს სასწორი, რომელიც ჩამოშვებული იყო ზეციდან, ანუ კამარიდან და გადმოცემის თანახმად მოდავე მხარეები მიდიოდნენ და წმინდა გიორგის ევედრებოდნენ სამართალს. და ამ სასწორის მოძრაობის მიხედვით ირკვეოდა ვინ იყო მართალი. სინამდვილეში ეს არის მოდელი, რომელიც მე როგორც შანს გარდაისახა, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, ალბათ ამას კიდევ უფრო მეტი კვლევა უნდა, გარდაისახა წმინდა გიორგის ხატზე დაფიცების
ტრადიციაში სვანეთში. ანუ გიორგი იყო სამართალის მომცემი, ის იყო ფაქტიურად მსაჯული. და აი პანტოკრატორის, აი კოსმოკრატორი, პანტოკრატორის იკონოგრაფიული ელემენტი და აი მრავალ ძალშიც, რატომ? იმიტომ რომ მრავალ ძალი ტოპონიმურათაც მრავლად ძლიერ წმინდა გიორგის გულისხმობს. თქვენ ახსენეთ აი გვირგვინდება, ხო? როგორ ხდება? ანუ მაცხოვარი აგვირგვინებს, ადგავს გვირგვინებს ამ წმინდა მხედრებს და ეს ერთგვარი კი არა და პირდაპირ მინიშნება იმისი, რომ მათ დაემკვიდრეს უმაღლესი ასე ვთქვათ, მდგომარეობა ადამიანისთვის შესაძლებელი მდგომარეობა და განეხვდნენ და გახდნენ წმინდანები, მაგრამ გვირგვინი ჩვენთვის ხო რაღაცა მონარქიის ნიშანიც არის, ხო? გარკვეულწილად და უხრწნელობის, რაც მთავარია. და მეფის გვირგვინდებაც ხო იგივე სიმბოლური დატვირთვა, ანუ ეს არის ადამიანი, ერის წინამძღოლი, რომელიც ღვთივკურთხეულია, გვირგვინდებულია, მას გვირგვინს სულიერი ლიდერი პატრიარქი ახურავს, ადგამს და ეს ყველაფერი ღვთივკურთხეულია და ღვთისგან მომდინარე. აი გელათში არის ესეთი ფრესკა, სადაც პირდაპირ სამეფო რეგალიები ზეციდან ჩამოდის. ხო და ძალიან საინტერესო რამ ხდება გელათში, თუ გახსოვთ ლევან, ზეციური იერუსალიმი არის თვითონ გელათი. აი ეს არის ძალიან საინტერესო და სხვათა შორის აი ამ კონტექსტში მეფის გვირგვინდების და თქვათ წმინდანის გვირგვინდების კონტექსტში აუცილებლად გასახსენებელია ცნობილი მაცხვარიშის მოხატულობა, სადაც დემეტრე პირველს ადგავენ გვირგვინს და ამ გამოსახულებას პირდაპირ ეწყვილება წმინდა ეკატერინეს ღვთაებრივი გვირგვინდების სცენა, რაც არის მართლა უპრეცედენტო მთელ ბიზანტიურ სამყაროში. ის შეწყვილებულია წმინდა ეკატერინეს და ბარბარეს და ეს გვირგვინდება ფაქტიურად ღვთაებრივი და ზეციური გვირგვინდება. და სხვა შორის აი კიდევ რა მინდოდა მეთქვა ჯვრებზე და გამომრჩა, აი სწორედ აი ამ ჩვენ საკურთხევლის წინ აღსამართ ჯვრებზე ძალიან ხშირად გამოისახებიან არა მარტო რა თქმა უნდა წმინდა მხედრები, თუმცა სხვათა შორის დომინირებულად არის წმინდა მხედრები და რა არის ლევან კიდე საინტერესო, იცით რა შვებიან, ეტყობა შტამპით გამოყვანილ გამოსახულებას, აი ესე პირდაპირ შტამპავენ და გაქვს ქსოვილივით, აი ესე დაფერილი და დატანილი წმინდა მხედრების ესეთი ტრიუმფალური, ძალიან ესეთი რიტმული გამოსახულებები. და სხვა შორის აი მე ძალიან მომწონს ჩემი მეგობრის და კოლეგის მიქელე ბაჩის განმარტება აი ამ საკურთხევლის წინ აღსამართი ჯვრების შემკულობისა და მგონია რომ თქვენთვის იქნება საინტერესო. ის ამბობს, რომ წმინდანები მაგალითად თავსდებიან საკურთხევლის წინ აღსამართ ჯვრებზე, რომელიც ძირითადად არის ან ვერცხლის, ან მოოქროვილი ვერცხლის, ან ოქროს იშვიათად, ისინი თავსდებიან ზუსტად ისე, როგორც იყო განთავსებული აი ეს კრუქს გემატა, ანუ ეს არის გოლგოთის ჯვარი, რომელიც კონსტანტინემ საგანგებოდ შეამკო მარგალიტებითა და გემებით და ის აი ამ განაწილებას კომპოზიციურს ადარებს სწორედ გოლგოთის ჯვარს და ამბობს, რომ ეს წმინდანები თავისი უხრწნელი სხეულებით მკვიდრდებიან ზეციურ იერუსალიმში, როგორც ქრისტეს მისტიკურ სხეულზე, ანუ ჯვარზე. და სხვა შორის აი ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისით გერხარდ ვოლფის და ანეტ ჰოფმანის ესეთი მეტაფორული შედარება საკურთხევლის წინ აღსამართი ჯვრების სიმბოლიკის და მცხეთაში, ზეცაში გამოჩინებული ჯვრისა, რომელიც აღწერილია როგორც ესეთი გაბრწყინებული ნათელი. და ისინი სწორედ აი ამ საკურთხევლის წინ აღსამართი ჯვრების აი ესეთ ლიცლიც და ასე ვთქვათ, ბრწყინვალებას სწორედ იმის ექოთ მიიჩნევენ. რაც მგონია რომ ძალიან, ხო, აი ძალიან საინტერესო კავშირებია მე მგონი. ესე რომ კიდე მგონია რომ თქვენთვის საინტერესო იქნება აი თუნდაც
აი ის დემეტრე თესალონიკელის ხატი, რომელიც ლახილშია დაცული. გახსოვთ ამ წიგნში არის კიდევაც მოტანილი და მე რამდენჯერმე მილაპარაკია კიდევაც. აი სწორედ როგორ შეიძლება მასალის და ბრწყინვალების გამოყენება, ესეც არის სინამდვილეში ეს არის ხატი, რომელიც თუ გახსოვთ, შეიცავს ანტიკურ წინარე პერიოდის სპოლიას და ეს სპოლია არის ქალცედონიტის სხვათა შორის ბახუსის თავი. აი ესეც ნახეთ როგორი შემოქმედებითი თავისუფლება, როცა შეგიძლია წმინდანს დაადო ბახუსის თავი ანტიკური ქალცედონიტის. ნუ რაღაც მართალი გითხრათ საოცრებაა. საოცრება, ძალიან გაბედული ნაბიჯია. ნამდვილად, თუმცა ამასაც უყურებენ, ესე ამას აქვს ძალიან ესეთი საღვთისმეტყველო საფუძველი და მეც მგონია რომ ერთ-ერთი ესეთი საინტერესო ტექსტი ამ ხრივ არის წმინდა გრიგოლ ნოსელის, აი ვთქვათ მოსესადმი მიძღვნილი ტექსტი, სადაც ის პირდაპირ ერთ-ერთი ესე ვთქვათ სიწმინდის ატრიბუტად ჩარავანდისა არ იყოს, ამბობს რომ ეს არის სახის მანათობელი თვისება. ის მოსეს სინას მთიდან დაბრუნებულს აღწერს როგორც ნათებას, რომლის სახის წაკითხვაც არ შეიძლება და ესეთი და იქვე ჩამოთვლის აი მაგალითად სტეფანე პირველ მოწამის ნათებას და აი ეს ნათება სახის არის პრაქტიკულად გულისხმობს სწორედ აი ამ განხვრთობის ერთ-ერთ სიმბოლურ გამოსახულებას და ვფიქრობ რომ აი უნიკალურ ხატში, რომელიც სხვა შორის ალბათ სვანეთში არის გაკეთებული, ალბათ ეგ ზუსტად არ ვიცით, აი სწორედ ეს კონტექსტია და ეს სპოლია მუშაობს როგორც შარავანდი. ესე რომ აი თითქოს აი რაღაცნაირად მოცემულობა ყველგან სხვადასხვანაირად მეტყველებს და ჩვენ შემოქმედ ახალგაზრდებს მე მგონი, აი სწორედ ეს უნდა გავაგებინოთ და ვეცადოთ რომ ვუთხრათ რომ არ არსებობს მზა ფორმა. და მხოლოდ შეიძლება აი რაღაც ხელოვნების ნაწარმოების ამეტყველება იქ სადაც ფორმა და შინაარსი თანხვედრილია. აი ეს არის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი იცით. და მე მგონია მე რომ მოვდიოდი ზუსტად ფიქრობდი რომ აი რა შეიძლება ვთქვათ როგორც მოდელი გამოიყენო მით უმეტეს თანამედროვე ხელოვანებისთვის. ეს არის თუნდაც ბატონი მერაბ ბერძენიშვილის ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ხვდებით ალბათ რაც მინდა ვთქვა, ეს არის გურამიშვილის ქანდაკება. გურამიშვილის ქანდაკება, სადაც აი მთელი ქართული კულტურის შუა საუკუნეებრივ მემკვიდრეობა ჩქებს პირდაპირ. და პირდაპირ ეს არის ქანდაკება, რომელსაც მგვალი ქანდაკება, თან პირობითად რო ვთქვათ, რომელსაც უკან უდგას მრავალსაუკუნოვანი ქართული რელიეფი, მთელი თავისი ცოდნით და გამოცდილებით. აი სადაც ეს სულიერება აი ამ ფორმაშია ისე გამოხატული, რომ მე მგონი უკეთესად შუა საუკუნეებშიც ვერ იზავდა ადამიანი. კი ბატონო და შეძლო ბატონმა მერაბმა ბრტყელი ქანდაკების სივრცეში გადმოტანა. ფაქტობრივად ქანდაკების განსულიერება. ვთქვათ ესე და იცით აი სხვა შორის ამ ხრივ, ეხა ეს არ არის ჩვენი ხელოვნება, მაგრამ მე მგონია რომ აი მოქანდაკეებისთვისაც ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა მიქელანჯელოს პიეტა რონდანინი. ხო გახსოვთ? ხო, აი მანდაც ეს არის ხელოვანმა უნდა რაღაცნაირად დაუქვემდებაროს ფორმა შინაარს და აი მიქელანჯელოს ეს შემთხვევა არის მართლა მე მგონი რაღაცა განსაკუთრებული, იმიტომ რომ ეს არის ის ფორმა, რომელიც ფაქტიურად წინ უსწრებს მინიმუმ 4 საუკუნით. ფაქტიურად ექსპრესიონიზმი შემოაქვს იდეალურ რენესანსულ კულტურაში და პრაქტიკულად შინაარს წირავს მიქელანჯელოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეს იდეალურ ფორმას. ეს აღარ არის უკვე არც დავითი, ეს უკვე სხვა მიქელანჯელოა. და რაც მთავარია მიქელანჯელო, რომელიც ყოველთვის უარს ამბობდა გოთურ და არ შეიძლებოდა რომ ეს გოთური მემკვიდრეობა ასე თუ ისე მიეღო და აქ მთავარი მისი გამარჯვება არის მისი იდეალური ფორმის ნგრევა. კი ბატონო. აი მთელი ტრაგიზმი მე არ ვინახავს ეს ქანდაკება ცხოვრებაში, მაგრამ ამბობენ რომ რაღაც გასაოცარია. საოცარია. ხდიახ, სწორედ აი ეს ფორმის უარყოფა ჩვენ აი მოქანდაკესთან ქონდა პოდკასტი და მანდ იყო საუბარი თვითონ ფორმის უარყოფაზე ქრისტიანობაში, ქრისტიანულ ქანდაკებაში ფორმის პოზიტიური ენერგეტიკა
მაქსიმალურად იკარგება და ეს რონდანინის პიეტა ხო, სწორედ აი, მაგის აპოთეოზია, რომ აი ამ იდეალებთან ჭიდილში არის მთელი მისი ბიოგრაფია, რომ ერთი მხრივ ძალიან ეს ბელვედერის ტორსი არის მისი ძალიან ესეთი შთაგონება და აი ამას მაგრა ებრძვის თავისი სამხედველობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, აი თუნდაც იდეიდან გამომდინარე. ეგა ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი საინტერესო რჩევები გაჟღერდა დღევანდელ პოდკასტში და იმედი გვაქვს კიდე შევხვდებით და ვისაუბრებთ. დიდი მადლობა, ლევან, დიდი მადლობა თქვენ.